ხდებოდა მანამ სანამ საქართველოს კონსტიტუცია არ არსებობდა. ძალიან ბევრი რამ, თუმცა დავიწყებ 1918 წლიდან. ამ წელს საქართველოსა და მიიღო დამოუკიდებლობა და კონსტიტუციაც. თუმცა საბჭომა მეზობელმა არ დაგვაცა და ამ შემდეგ ბევრი რამ გადახვდა, იყო მეორე მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომი. 95 წელს კი საქართველოს არ მიბაძა ბრიტანეთს და მიიღო კონსტიტუცია. ადლობა ედვარდ შევარდნაძე. რა მოხდებოდა საქართველოს კონსტიტუცია აი ამ წამსვე რომ გაუქმებულიყო. საქართველოს დედაქალაქი აღარ იქნებოდა თბილისი, შესაბამისად შესაძლოა დედაქალაქობა დაებრალებინა ხაშურს, ზუგდიდს, ზესტაფონს, ახალციხეს, ნიგუზნარას და ნებისმიერ დასახლებულ პუნქტს. დავით უსუფაშვილი აღარ იქნებოდა თავდაცვის მინისტრის მეუღლე. პარლამენტის სპიკერიც აღარ იქნებოდა, მაგრამ მას თავდაცვის მინისტრის მეუღლე. ლაკათ ლაზიკა აღარც ფორმალურად იარსებებდა. ისე დასანანია. ასევე რამ მინდა რომ დადებითიც ვთქვა და რაც მაგონდება ის რომ ბიუჯეტი არ გაიგებოდა, პარლამენტი ძალას დაკარგავდა, ვერ შეადგენდა ბიუჯეტს, შესაბამისად უიღაც გაიგებოდა. მოკლედ, ჩვენი კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ციფრები, ეს არის უზენაეს კანონით კრებული, რომელიც გვიცავს ჩვენ, გიცავთ თქვენ და იცავს ადამიანის ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, როგორც არის სიცოცხლის უფლება, განათლების მიღების უფლება და ჩვენ ამ გუნდის წევრებს იმედი გვაქვს, რომ კონსტიტუცია იქნება ქვეყნის გზამკვლევი და იმედი გვაქვს, რომ ამ გზამკვლევზე უარს არასდროს ვიტყვით. მადლობა.